I
მისგანაც სამწოს ერს მრელს მიემადლება კურთხევა და მიეცემა ჭიშმარიტის არწმუნება, ცოცხალი სიტყვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. წინამძღოლს, როგორც ანთებულ სამხედრო წრეებში. აი წმინდა ნიკოლოზი ასეთი ასე ვთქვათ, სასამართლოზე მდგარი განათლებული მჭირავდანია მთელ მსოფლიოში, განმანათლებელი, ამიტომაც ეს არის სამყაროთაო მოძღვარი და უყვარს ყველას, მთელ საქრისტიანო სამყაროში, არა მარტო მოქმედებებში. აი საოცარია, რით მოიპოვა მათ, წმინდა ნიკოლოზია, მაგრამ აი ასე გამორჩეული ძალიან იშვიათად ალბათ, რომ აი ყველას გულში დაიდობინა თუ შეიძლება ასე. მისი გამორჩეული თვისება არის სიყვარული. უყვარდა ადამიანი ყველა გამორჩეულია. ეს მისია მას ერის მსახურების და თავადუფალმა გავაკისრა. ის როგორც ჭეშმარიტი ბერმონაზონი ერთგვარად მონდომებული იყო, რომ უდრო ყოველგვარი მატივის დიდების გარეშე დაფარული საკუთარ გულში მიეძნა ღვაწლისადმი, მაგრამ უფალმა სხვა მისია დაუსახა მას. აი აქ მორჩილებით მიიღო მან ეშვარი, რომ წმინდა ნიკოლოზ შენი ადგილი არის ერში. ერში, სადაც ხალხს სჭირდები, სადაც მოგესწრება როგორი რთული ეპოქაა ეს სამეურნეო საუკუნეები. ცალკე ფიზიკური ბრძოლა ჭეშმარიტების და ეკლესიის წინააღმდეგ, ცალკე შიგნით ეკლესიაში სულიერი ბრძოლა ათასგვარი ძალებობით გამოწვეული. აი ორივე ასპარეზზე წმინდა ნიკოლოზი იყო შემძრეგელი და ჭეშმარიტი დამცველი, როგორც ჭეშმარიტი გულის, ასევე არა ზემდგომი, არამედ მსახური საკუთარი თავისა. აი ამით გამიზომება ჭეშმარიტი მწყემსის მისია, რამდენად მსახურია ეს. მსახური იმ გაგებით, რომ ყველა ტკივილს, ყველა განსაცდელს, ყველა ჭირს იზიარებს საკუთარი პატივს. წმინდა ნიკოლოზი დღეს ამას გვასწავლის. რა არის ჭეშმარიტი სიამძოლობა, როგორც ქრისტე გვასწავლის. არა ის, რომ ვიმსახუროთ, არამედ მსახურება. ეს ბედნიერება, როდესაც ვინმე სჭირდები და რაც მე სჭირდები და რაც მეტი გთხოვს, ესე იგი მეტად წასეულება. ადამიანი მეტად საჭიროა ქვეყნისთვის, ერისთვის. თუკი არავის არ ჭირდები, მაშინ რა არის ადამიანს? ასე რომ აი ეს თვისება წმინდა ნიკოლოზში, სიკეთის ადამიანის სიყვარული გახდა მისი ერთგვარი ხატება აი სათნოებისა ნიკოლოზში. ის არის ხატი სიმშვიდის, ის არის ხატი სიყვარულის, მოწყალების, თანაგრძნობის, სიმდაბრის, მართვის და კანონის სათნოების. აი ამ დიდი სათნოება გაერთიანდა წმინდა ნიკოლოზში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის უფლის მორჩილებით შეუდგა ასე ვთქვათ ერში სამეურნეო მსახურებას, მას არასოდეს მიუტოვებია შინაგანი ღვაწლი. ეს ორი ერთად აუცილებელია. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი ღვთისმსახურება. შინაგანი ასკეტური ღვაწლიც რამდენადაც შესაძლებელია მართლი, ლოცვი და შინაგანი ასე ვთქვათ ერთობით უფალთან. ისე ის საერო მისია, სამწყსო მისია, სამრევლო, მისიონერული. აი ამ ორივე საერთიანებს წმინდა ნიკოლოზი საკუთარ თავში. როგორც სოდნას, როგორც ღვთის სიკვდილის გადაცემის ნიშს, ასევე ლოცვის, ასევე მართვის, ასევე უფალთან სულიერი შინაგანი საუბრის ნიშს. აი ეს არის ჭეშმარიტი მსახურება. ამიტომაც წმინდა ნიკოლოზი იქცა აი საყოველთაო სიყვარულის სიმბოლო. აი როგორ უფალიან ბავშვებს, ბავშვებს, აი ეს სახე კეთილი მოხუცისა, ასე ვთქვათ, ამას სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა გამოხატა, ეს წმინდა ნიკოლოზია. აი ეს უნდა უთხრა ჩვენს პატარებს, რომ ეს რაღაც ზაფხული და მითიური გვირგვინი არ არის. არამედ ეს არის რეალური, ცოცხალი, ისტორიულად დროში მცხოვრები პიროვნება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემსახურებოდა, რომელიც ემსახურებოდა ადამიანს ჭეშმარიტი რწმენი. და ის სიკეთე არის ჭეშმარიტი რწმენის ნაყოფი. არა რაღაც ვთქვათ მიწიდან აერიდან მოტანილი, არამედ თეორიული მანდრის ნაყოფია. თეორიის საჩუქარი, თეორიის მატერიალური, თუნდაც ნივთიერი გამოხატულება სიკეთისა. თუ ეს შიგნით არ არის, თუ ეს ღვთისგან არ არის, სხვანაირად ამას ადამიანი ვერ შეძლებს. ამიტომაც შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ
ყველა ის მოლოდინია, ყველა ის სიყვარული, რასაც ადამიანები აი ამ ბედნიერ დღეებში, შობა ახალისის დღეებში ელოდებიან, და ეს მდენებულოს მას შეუსრულოს ყველას კითხვის ათხოვარი. ვის სულიერინი მემუნებაში ჭირდება, ვის სნეულებისაგან გაბრუნება, ვინ რაღაც მარტოობის დასასწრების თილს განიცდის, ფიზიკურს თუ სულიერს. აი უპირველესი მეოხი, ყველას წმინდა ნიკოლოზიან სწრაფ შემწია. ამიტომაც არ დავიზარდოთ, თუკი ადამიანს რაიმე გაუჭირდება, ვიდრე საშუალებას შეცევნას ადამიანებში მოძებნიდეს, პირველ რიგში უფალთან და წმინდანებთან, ღვთისმშობელთან და წმინდა ნიკოლოზთან უნდა იყოს ეს ასე ვთქვათ მეოხება. პირველი უნდა იყოს ლოცვითის ათხოვარი პირველის ყოვლისა, ვიდრე ვთქვათ მეზობელში აწუხება, ან ეკითხა მიყოლა, ვთქვათ რაიმე ადამიანთა შორის უნდა იყოს უფალო შემეძლია. ეს შეცევნა ადამიანის ხელით იქნება თუ ვთქვათ რაიმე მატერიალური ფორმით, ეს ყველაფერი ღვთისგანაა, სანცისი ღვთისგან აქვს. უფალი ვის გამოგიგზავნის, როდის და რა ფორმით, სანცისი ერთია. ასე რომ აი ამ სულიერ წმენაში, აი ამ ვთქვათ განცდაში მერთან ყოფობის, უფალთან სულიერი სიახლოვის, აი ეს უნდა ეს მადლი მოგცეს ჩვენ ადამიანებს. აი ამაში გაგვაცდიეროს, რომ სულიერი თვალი არ გვერგილოს. და როდესაც ადამიანი სულით მტკიცია და სულით გააზრებულად ხდება თუნდაც განსაცდელს, გასაჭირს, პირის, ის უკვე ისეთი დამთქმელი და ისეთი ასე ვთქვათ შემაწუხებელი აღარ არის. თუნდაც ავადმყოფობა, თუნდაც განსაცდელში, ერში, ქვეყანაში დღესაც უამრავი პირია, უამრავი წყოთია, უამრავი ველვაა, ადამიანებს კითხვებია, მაგრამ ჩვენ სულიერად შევხედავთ ყველაფერს. ყველა კითხვას, ყველა განსაცდელს, თავისი პასუხი აქვს, თავისი საფერი აქვს. რა ხდება და სად არის მიზეზი? საკუთარი თავიდან დავიწყო და სად არის სწორი გამოსავალი? გამოსავლის ძიება არ იწყება მხოლოდ მიწიდან, არამედ უპირველეს ყოვლისა წესიდან. ასე რომ სულიერი კანონები განაგებდა და წარმართავდა ქვეყანას. ნებისმიერ მოვლენას თავისი სულიერი მიზეზი აქვს. შეგეძლიოთ ყველას, გაგახაროთ უფალმა, გააიოცოთ, გაგაზრიალოთ, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ძირითად სინანძვას, ხანძრის სინანძვას, მამა მაქსიმეს, რომელიც მრავალი წლებია ემზვანებობს სავს, ამ სავსა სამრევლოს და ვხედავ ჩვენ როგორი აღორძინება ეს ხანადია და ეს სიმრავლე და ერთობა და საოცარი მოღვაწეობის სული, როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკული, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ეს სამრევლო ჭეშმარიტად ქრისტეს მიერი სიცოცხლით ცხოვრობს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს სურვილი, სიყვარული, მოწევა თქვენგან წამოვიდა, თქვენი ინიციატივა, თქვენი შესანიშნავი მამების, რომლებთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და ასე ვთქვათ, წიგნიერ საზრდოს თქვენი სამრევლოდან ვებულობთ ამ შესანიშნავი გამოცემების საშუალებით. ძალიან დიდი მადლობა მართლაც ეს დახურება ერისა და ამ ძალიან დიდი ამაგიდა მაწლი გაქვთ არა მარტო ამ დაწვის არამედ მთელი დედაეკლესიის და ერის წინაშე, როგორც პედაგოგს, როგორც ხადაგებელს და არა მარტო აქ, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, სადაც განსაკუთრებით ჭირდება ჩვენს მმართველობას იწევს სიკეთილი. გალოცვილი იყავით, ბედნიერი იყავით. დიდი მადლობა თქვენს თვალებში იგრძნობა ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი სიხარული და აი ჩემი გული წამსავსეა, რომ ვხედა სავსე ტაძარს და ღვთის მადლის სავსე გულებს. მერტმა დაგლოცოთ, მერტმა გაგახაროთ, წმინდა ნიკოლოზ შეგეძლიოთ თქვენ და სულიერ საქართველოს და ყველა ნიკოლოზ განსაკუთრებით გულწრფელად. ამინ, ამინ. ბარი გეწერება და დალოცვილი იყავით. დიდი მადლობა.
ჭვრის ხმევასთან ერთად იქნება წმინდა სპირიდონის ვაჭუჭის ხმევაც ხდება ამ სიწმინდეს, რომელიც ახლა ჩამოვწადდა და პატარა საჩუქრად დაგენებებენ ხატებს და სიწმინდეებს მასთან ერთად ბაბები და სტიქაროსნები. მაგრამ ეს იქნება ჭვრის ხმევასთან ერთად ასე